ელისო ჯარიაშვილი ტელეკომპანია ფორმულა თავიდანვე ვიტყვი რომ რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ და რადგან ხობსაც მიეცათ ამის საშუალება ვიმედოვნებ რომ მეც მომეცან ამის საშუალება რადგან თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები რომელიც სიმართლეს გულწრფელობას უკავშირდება რაც ჩემი ღრმა რწმენით ძალიან უადგილოა თქვენთან მოდით დავიწყოთ იმით კი ბატონო ერთი წამით არა დამასრულებინეთ კითხვა ვის წარმოადგენთ როდესაც საუბრობთ თქვენ არ გაქვთ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს აღიარება დრო და დრო გილოცავთ პუტინი გაქებთ ხშირ შემთხვევაში არაფრთხილ მდგომარეობაში მყოფი მედვედევი და დუგინი აი ვისი სახელით ლაპარაკობთ როდესაც ახლა საუბრობთ დავასრულებ კითხვას დაიმახსოვრეთ თქვენ კითხვები შემდეგი კითხვა კი არა კი ბატონო თუ გინდათ თავარი რომ თქვენ მაღიარეთ იმიტომ რომ დღეს თქვენ მოგზავნით ოფიციალურად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ეს შენობა თქვენ არ გეკუთვნით მე როგორც ინსტიტუციაში ისე მოვედი და ჩემი აღიარებათ იმას თუ ჩათვლით რომ კითხვას გისვამთ თქვენ წარმოადგენთ რუსულ რეჟიმს და შესაბამისად იყენებთ მიტაცებულ ინსტიტუციებს ვის უნდა დავუსვა კითხვა ეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელთან ასეთ დებატებში ეზერაშვილს რამე დაუმტკიცეთ ეზერაშვილს აქვს დამტკიცებული თქვენ აქ არ ერთი მოდით ჩემ კითხვებს ესეთი დამტკიცებული აქვს ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით მე პირადად მაქვს ინფორმაცია ძალიან დიდი ბოდიში 13 წელია თქვენი ხელისუფლება ფლობს ძალაუფლებას და კოლ-ცენტრების გამოძიება თუ გინდოდათ ამ ქვეყანაში ყველა მითის ვინ დგას BBC-ს გამოძიება გასაჩივრებულია და აი ამ მოდით ძალიან ხო დატკეპნილ რიტორიკას მოდით ნუ დავღლით ჩვენ მაყურებელს და ნუ მოვასმენინებთ თქვენ შევერდით ვაგრძელებთ კითხვის დასმას ჯერ ვერ გავიგე ვის წარმოადგენთ ვისი სახელით ლაპარაკობთ ვისი სახელით ლაპარაკობთ თქვენ ვისი სახელით ლაპარაკობთ მე არ მწხვენია რას წარმოვადგენ მე წარმოვადგენ ტელეკომპანია ფორმულას თქვენ ვის წარმოადგენთ ქართველი ხალხის სახელით რომელი ქართველი ხალხის სახელით რომელსაც ასახიჩრებთ ქუჩაში აი მოდით გკითხავთ თქვენი დაპირება იყო მშვიდობა არის თქვენი დაპირება მე საუბრობ მილიონ 100,000 ამორჩევლის სახელით ეს ერთი მე რაც შეხება მშვიდობას ხო ერთმანეთთან განვასხვაოთ ტერმინები ეს პირველი ჩვენ გადავარჩინეთ ეს ქვეყანა ომს და ის ომი არ არის რასაც ახლა ქუჩაში აკეთებს სპეცრაზმით თქვენი ახალგაზრდების დასახიჩრების ბრძანებას რუსეთიდან იღებს ბიძინა ივანიშვილი თუ მისი თვითშემოქმედება ასევე მაინტერესებს სამშობლოს ღალატში თქვენ ფულს იღებთ თუ ესეც თქვენი თვითინიციატივა არა გეკითხებით მე როგორც მოქალაქე გეკითხებით ნუ ურამ როგავას რომ სასტიკად სცემეს ვინ გასცა ეს ბრძანება ვინ გასცა ბრძანება გეკითხებით ვინ ჩაიდინა დანაშაული და რატომ არ არის ეს დანაშაული გამოძიებული მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი და გეკითხებით ახალგაზრდების დასახიჩრება მათ შორის ჟურნალისტების ვისი ბრძანება ივანიშვილის რუსეთიდან მიღებული დაკვეთაა თქვენი თვითშემოქმედებაა თუ არა მიპასუხეთ კონკრეტულ არავის არის ემოციები თქვენ არავის ემოცია არ გესმით გეკითხებით კონკრეტულ კითხვაზე მიპასუხეთ არ არის სირცხვილი იცით რა არის სირცხვილი ქუჩაში რომ ხალხს არბევენ სირცხვილია როცა თვალში დამიზნებით უტყამენ ადამიანებს გადაივსო კლინიკები გადაივსო იზოლატორები ყველა ოპოზიციურ პარტიაში ახლა არის რეიდი რას ნიშნავს ეს ვინ გასცემს ბრძანებას მე არაფრის არ მწვანია თქვენ უნდა გწვენოდეთ გეკითხებით რა არის ფასი რა ფასად გაყიდეთ სამშობლო თუ ფასოთ აკეთებთ ამას სამშობლოს ყიდი გეკითხებით მე ვარ ჟურნალისტი და მხოლოდ ჩემს საქმიანობაში ვიღებ ანაზღაურებას ეზერაშვილის თემა გავიარეთ არაფერი არ გაქვთ საქმე და თუ გქონდეთ 13 წელი გქონდეთ ამისთვის ვისგან იღებ დავალებას ბინძურ ფულს იღებ ახალგაზრდების დასახიჩრების თქვენ ხომ გინდათ რომ ლეგიტიმურობა გქონდეთ ხო გგონიათ რომ ლეგიტიმური ხართ გეკითხებით ინსტიტუციურად ვინ გასცემს ბრძანებას ახალგაზრდების დასახიჩრების ეს ბრძანება ივანიშვილს რუსეთიდან აქვს მიღებული თუ თვითონ წყვეტს ამას ნაცმაიდანს არავის არ გაუტარებთ არავის არ უნდა ნაცმაიდანი თქვენ ხოცავთ ხალხს ქუჩაში რა გინდა სიკვდილამდე მიიყვანოთ ვინმე ტელევიზორს უყურებთ ქუჩაში რატო არ გადიხართ დებატები ხო გინდოდათ მოდით ჩვენ აქ დებატებზე ხო გინდოდათ დებატები ეზერაშვილის სახზე კაცო მოდით სადაც გინდათ იმ არხზე გინდათ სადაც პოლიტპარტიიდან გადავიდა ვასილ მაღლაფერიძე დირექტორად სადაც რეპრესიები თუ იმ არხებზე გინდათ რომელიც პროპაგანდად გაქვთ გამოყენებული
გეკითხებით, ერთადერთი კითხვა, ერთადერთი რომელი ომის ქუჩაში უწყობთ ომს ახალგაზრდების დასახიჭრების ბრძანებას არ ნერვიულობ და თუ ნერვიულობ, იცი რატომ ნერვიულობ? იცით რატომ ნერვიულობ? ჩემი კოლეგები არიან ნაცემები, ახალგაზრდებია. ჩემი კოლეგები პოლიციელები არიან ნაცემები თქვენი სამარცხვინო ქმედებების გამო. ვინ დაიჭირეთ? გეკითხებით, იდენტიფიცირება მოვხდინეთ რომელიმე სამარცხვინო ვარ მე? თქვენ გამოგიტანათ განაჩენი?